სანამ დირას უყურე როკი ბარბუას. იქ ვისწავლე რაღაცა როკი ბარბუას ფილმში ვისწავლე კიდე ჯები უნდა გადავაგდო რაღაცა ისე. ბოქსზე ნავარე არა ვარ, მე რავი. შეყვარებული რა ჩამხუტები ემდე რამდენჯერ სლავა ჩამხუტე. გავა გამო ესე მიყურე. და ბოლოს გავჭედე და მეთქი როჟა თუ გავაქანე წვიტა ეგრევე. რა პარაკი სად დავიწყე ბიჭო. ხო არ დას. ბიჭო აქ ახლა დალიო თუ უყურე. არ გამაჭედი. მივედი თუ რა წამოდგე ეგრევე. ბაღ და ამით მაგაც სხვა არაფერ შუაში არა, მაგრამ იმასაც ეგრევე გამწარებული დაატა და იჟი უმუწყარო ამის მოკარი ორივე. მეთქი გოგო ამად გამოშოდები. ამა დედო ეხა კიდევ ცემე. მოვტარი არდი და არაო. ბოკელავაძე გადასმენდა სოფოში. ბარო, ე ძმა. გირკვარი არა. რა ძმა. აი ხა ვიღაცას დაეძრა. მე მოხიე. აგერ არის ხელთ. მაშინ ბაბა ბიჭო მოკვდები. ადიქ. სამი რა გაკეთო. აუ ბოლო თქმა შენი გააძრე რა შემდეგ ეპიზოდში. კაცნახევარი. დღეს სადვართ? ნიკა სადვართ დღეს? ბოკერ რეზიდენცში. ბოკერ რეზიდენცია. ბოკერ რეზიდენცში. ბოკე ჰოთელს and spa. მობა. დღეს ვართ ნიკა ბოკელავაძესთან. დიახ. ხო? რომელიც არის ჩემთვის გამას ჩემპიონი? ჩემთვის? არა მხოლოდ ჩემთვის. ნახევარი საქართველოსთვის მინიმუმ. აი ხა. ქარელის გარდა მთელი საქართველოს ჩემპიონი ვარ დამიჯერე. ბიჭო, მაგრამ ვის გარდა? ქარელის გარდა, საიდანაც ვაშბატონი ბრიზანდებს. მაგრამ მაგარი კაცია ვაღიაროთ. ტაქტიკურად ჭკვიანურად მიუდგა ბოკეს რა. ბოკი არის გამას მებრძოლი ლოთი. როგორც თვითონ ამბობს. ბიჭო, აი ხა უყურე. მაგრამ გულუხვი ადამიანი. აი ეს მე ძმაო ასე დახვედრა ჯერ არ მინახავს. კი, ბოკე ძალიან გულიანი კაცია. კი, არა ძალიან და მინდა აღნიშნო ოჯახი მთლიანი და ძმა მით უმეტეს. ძმა, პატარა ძმა, ტაში ძმას. ძმა შევაწუხეთ. მოდი, ეხა ბოკე გავაღიზია. როგორ ნაზადაშ. შემნელი გიჟია ისოზე გაბრაზო. ბოკე გავაღიზიანოთ. მე სანამ გავაღიზიანებთ, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმდგენი არის ფრიქსი, თქვენ უყურებთ არხ სახრაშუნოს და ეს არის გადაცემა კაც ნახევარი. ალბათ მიხვდებოდი კაც ნახევარი რატომაც ქვია გადაცემას. ერთი მთლიანია და მეორე ნახევარი წაჭრილია. ბოკე, აბა მოგვიყევი, რომ წააგე სლავასთან, მაგრამ ეს იტირე. საცრემლე ჯერკები მე ვაფშე არ მაქვს რა, რომ იცოდე. არა. მაგაზე არ გადავა მე მართლა არ მქონდა. მე მართლა არ მქონდა ბავშვობაში. სპიცით ჩამიჭრეს. უბრალოდ აი პანიკური შეტევა დამეწყო როგორი იცი? საავადმყოფოში წავედი, მარტო პანიკური შეტევის გამო წამიყვანეს და ექიმებს დავუშვი, დაცვა იმენა არ მაიკარება, დაცვას ეძახიან საავადმყოფოში კედრებს ურტყავ ისევა რა. მე კი ბიჭო როგორ წავაგე მეთქი და დაცვას შემოდის და დამინახა ხო თუ მივიდეო ამასთანო რა. ხო და იმენა კედრები რაღაც თა ბიჭო ის როგორ ისო მე რაღაც დამოწყერებელი გამიკეთეს რა და ბიჭო ერთ 5 წუთს ვშალებს ვახერ და რაღაც იმა გაესე რა კიდე რა და შეყვანე ესე ხო მოვიხსენ ეს ხო გამოვიდრე აბა ეხა დაგიძრათ მე ადრენალინის შირო არის ო გამოვედი უნდა წავყერა მე ბიჭო და იმენა არ მეჯერა რა სლავას როგორ წავაგე მეთქი ჭუბი რა ბორომდე თავი შევაკარე რა შემონა მაგრამ ისე მოხდა დამღარა რა ისე მეხუტა ისე საუნაში ხო ვიჩხუბეთ ახო დო კიდე რავი კაცურის თბოაკა და თუ რა უნდა და 10 წამში დღე მეხუტება არა ჭკვიანური არ მყურე ეგ იყო ჭკვიანური ტაქტიკა ძმა კი მაგრამ ბატა შორის დაში მაგარი ამტანი თავი აქვს რა აი ეს სამი ბრძოლი ახლა თუ შეხედავ ეს აქ როგორ სწორი მაქვს აქეთ ეს სამი ბრძოლი ხნა ჩაბზარული სამივე რა იმდენი ურტყი თავზე იმენ ხერები შევაბზალე რა მე მითქე რომ რატომ შევბზარული ხერებით უჩხუე მესამე რაუნდში გამებზარა რა ისედაც გაბზარული ხელი ქონდა მე ვიცი ერთი რაუნდი კიდე ჩაბზარული ხერით უჩხუბე წარმოვიდგინე მაგრამ გამიკვირდა რა ესე რომ გავუ მაგარი ამტანი ბიჭია და ეხა რემაჩისთვის სერიოზულად უნდა მივუდგე რა ახამდე კიდე სერიოზულად არ უყურებდი მე ძალიან სერიოზულად ვისკი დაგვახედრა ძმა ეს ჩვენი იდეა არისო აქვე ვიტყვი ჩვენი იდეა არის სრემლები არა მაქვს ბოკე ამობს და ეს არის hot chips-ი რომელიც დღეს უნდა ვაჭამოთ ბოკეს ბაზარია და თუ 5 წუთი გაძლებს რძის გარეშე ჩვენ ორ შორის რომელსაც უნდა იმას დაარტყავს მუსელში თუ მუსელში ვარტყავ 4 წუთი იყოს 5 წუთი ხო ეცი ვერავინ ვერ ძლებს 5 წუთი თუ გავძრე მაშინ თავში ზნა არა 4 წუთი და მუცელში ვარ აი 5 წუთი თუ არ და იმას ეჭები ერთ წამი თავზე ეგრევე ჩემკე გამოიწევს ძმა დიდი თავი მაქვს არა არა ბიჭო ჩემი ძმა შედამებულები ხარ ძმა ბიჭო უყურე რა ხდება ეხა ბენი არ ვიცი გამას უყურებს თუ არა ყველაზე საინტერესო რაც ხო ქიმაძე არის საქართველოს ეგზის ჩემპიონი ხო ხო და ევროპის ჩემპიონი და სოფლიო პრიზიორი ეგბოქსში და შენ ახარ ლოთი როგორ შენა ლოთი არა ნუ ისე როგორცაო სიმართლე რო გითხრა ეხლა ნუ ბოქსი მომზადება დავწყი იმენა ქიმაძესთვის რა უცებ ვიცოდი ქიმაძესთან ჩხუბი მქონდა თორე
თავინა ჩხუბები ვიჩხუბე ის როგორ ვაფშე ჩემი ისტორია თუ გაინტერესებს რა გამაში როგორ მოხდა რა ბიჭო ახალი წლებია და მაგარი დავლით მე და ჩემი ძმაკაცები ვიყავთ მაგარი ნასვლა გავედით კლუბში მივდივართ ბიჭო და რაღაც ისეთი სასტავი გამეჩითა ბიჭო აი მენა გასათობოთ ხო გასული რა აი პროსტა იმენა ახალი წელია გურა ვაფშე მკედია ჩხუბი მაგრამ ესე მაგარი მოჩხუბარი ვიყავენ ბიჭო ვიღაცა აი მოკლედ გეტყვი იმენა დასრებული სასტავი გაიჩითა რა და ასე წამოიძახის და მივედი და ჩვენები რა ბე 6-ნი იყვნენ რა ჩვენ ვიყავით 3 ჩემ მოკაც რომლები რომ მეთქი დამაცადეთ რა შევარდით თუ 6-ნი ხო იყო 4 კაცი ეგრევე მე დავყარე და ამორმაც 2 რა ეგრევე ბიჭო იმის მე დაიწეს აუ ბიჭო გიში ხარო გადი გამაში ჩხუბე ხა 3 კაცემ ხანოთ ხსენეს ბოდიში ჯიქიაც ხო იყო შენთან ერთად არა ჯიქიაც უჩხუბობს ჯიქიაც მაგარი გიჟია კლუბში იმენა ბიჭო ყოს ანა ხეგეს მაგარი ჩხუბობს ხოლმე რა კლუბში და გადაწყვეტეს ტვინი წაიღეს ბიჭო რამდენჯერ რაღაცა ჩხუბში ნახეს გამაში ჩხუბე და მეთქი ვიჩხუბებ რა მეც მევასებოდა სულ გამაში დავდიოდი მამამას ხო გითხრა იდეაში ხო რა აი მე სულ ჩხუბში ხარ ხანით რინგზე წადევთ ბიჭო მეც დამაინტერესა რა ბარემ ფული იშოვეო მაგ ჩხუბით ბიჭო გავედი მეც ხა დავრეგისტრირდი ეხა მეც პახმერიაზე ვიყავი შევავსე რაღაც განაცხადი დავწერ ნიკავარ ბოკერავაზე 90 მან როგორ ხდება ერთი წამი ვიდეოს უგზავნი თუ ანუ როგორ პროსტა მიდიხარ და შესაძლოა მაშინ იყო დარა იყო რა მაშინ მე შეიკერთ რაღაცა და დარა შავყარე ვიდეოები რაღაცა არფაგრინი დაცვის კომპანიაც და ჩემი ზმაკაცები არიან ეგენი და ცალკე მაგალითად სიტყვა შემაწევს დავай მაგარი გიჟი აჩხუბებო რა და სპარინგებზე მე მიყვანეს და ეგრევე სპარინგების კარგად ჩავატარე და ეგრევე და ამერიკაში ჩხუბიო რა მაშინ ვარ ბაკურიანში მაესტრო შემეხმიანა რა მოდა ორ კვირაში თუ იჩხუბებოდა ბაკურიანში ვარ გურავები ბაკურიანში კარგი გუდაურში ვიყავ ხო დღე დაღამებს რა განების ასმენი რაღაცა და მეთქი რატო არა ბაკურიანშიც გადავარ ბაკურიანში ყო იმეც მე გუდაურში ვიყავი რა კარგად გუდაურიდანვე გადავედი ბაკურიანში კიდე პახმერზე წავედი ეხლა რასაც ვთქვათ ესეთი ორი ბოთლი წავიღე რა 92 ვიყავი რა და მაგ და მაღალში ვიჩხუბე ხო და მივდივარ რა შეჩემანო განუ ლივი აჩხუბე და კრეიზი პულაკი არქია ბიჭო ხუთ კრეიზი პულაკი კერღადაოს არა მე ვიცი რომ აღადაოს ეს კაცი იცი საუბარში გავარკვიე მაგრა დამევასა მე როგორ დამევასა მე ხო და ბიჭო ჩავედით ეხლა რა იქ პრეს კონფერენცია რაღაცა ეს და მე მაგას ვერთობი ბიჭო ხალხი რა ხტაობს ხურდება ჩავედი ეხლა და ბიჭო დავასწრე შუმაც რომ ეხლა არ დამინახო გავალ სიგარეტს მოწე გადავკრავ ჭიქას რაღაცა ხალხი ხურდება ეგ რაღაც იქ ნაირ ამერიკიანი UFC-ის ფორმატში რაღაც ესეთი რო შეხედავ მონსტრია იქ სარკე რაღაცა ბიჭები არიან იმენ რაღაცა და მე ესე დავდივარ ჩუსტები და ხარადით გოგოებს უყურებ ვისკი მიჭირო და ბიჭო ხალხი იძახის ეს ჩხუბობს თუ ვინ არისო რა შენ ხარ ახლანდელი მაკგრეგორი ხო და კაკას ხო ბაზარია რა მაგიტომ ახატია მაგრეგორის სტატუ მაგრამ მივოსება უკან მაკგრეგორი და ბავშვობაში მე მაგრეგორის ფანი ვიყავი რასაც ქვია რა ყველა ვინ არა აქტუალიშვილის სტატუ უკან მაგრეგორის ეს დვარიშვილის სტატუ ეს არ არის და რატო ეხა შენ ფრად რეკონა არა დვარიშვილის გამო ეს არ დამიხატე ეს დავიხატე დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დავიხატე ეს სტატუ ყველას მგონია დვარიშვილის მიბაძავ ეგრე არ არის ძმაო რა პროსა საქართველოს ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყანა რა ბევრ ქვეყანაში ვარ დამყოფ მაგრამ აი საქართველოს და ქართული ხალხისნაირი არ არსებობს ჩვენც მაკაცი ყავს ერთი კარს ბევრი ტატუ აქვს რა და ერთ-ერთი აქვს აქ გაიჩნდა თმიანი კაცია რა და აქ შავად მთლიანად შავად გაშავებულად საქართველოს დროშით გაიჩნდა მეთქი ანუ უბრალოდ ტერიტორიით და მეთქი რაღაც პატრიოტული სოფელში იყო და მეთქი აი რო ჩამოხვედი რაღაც ფეხბურთში წავაგიო აი ეს რომელი უფრო კრეიზი არის ზოგადად რომელსაც ფეხბურთში წავაგო საქართველოს ის მე მაინტერესებს მე რა მოხდა ეგ რა აი ყველაზე მეტყვი ზემოდან რო გიყურებენ და რო ჩააჯმევენ ფეხბურთს ხო და ნახე რა ხდება ეხლა ხო და წონეს შაბალების დილა უკვე რა ჩხუბის წინააღმდეგ და ხალხი სუფრ არის გაშლილი რა ეხლა გამომივინა მაგარი რაღაცები გვიკისრა ეხლა იქ იმენა ის როგორი იყო არაფუშით იყო როგორი იცი იმენა რომელი ხორცი აღარ გენა ეს კურდღილა დაწყებული ბატის ხორცი და ხარის ხორცი დამთავრებული იმენა მაგარი სუფრად კაცშვილი აჭამს ყველა რა ხტობს ოფლი მოსდით რომ იმენა წონა ჩააბალონ და მე ჩავედი ავიწვანე და 90 კილო რა მოიმატე ავედი რაღაც 1-6 ტონმა დავიდე რაღაცა იქ რაღაცა ბატკნის ხორცი გადმოვიდე ბიჭო აქ აი არა ნამცხრები რაღაცები და ბიჭო კიშკაობდა ბიჭო უცე ხმა მესმის ხმა მაგრამ ფოკის შეხედეთ რა და შემოვიდე მთელი გამა მიყურებს და ბიჭო მე ჩავა ეს 6 თემში დავჭამ და ხალხი იქნებს ჩავედი ბიჭო კიდე 90-ზე ნაკლები დავაფიქსე 2 კილო მოიმატე იმდენი ვჭამ 2 კილო ვჭამე აზე აი რამდენ ხანში მოიმატე 2 კილო ნახევარ საათი რა ასეცა ბოლოს დაჟე ყავა და სიგარეტი ჩავედი და ბიჭო ეხა მე არც ვიცი ვაფშე ვის რო ჩხუბები რაღაცა და ჩხუბავდი 2 საათი ადრე გებურობ რა პროსტა მეგონა ბიჭო შეხედე 35 მეტრის კაცია თან მე რა ძიასთან მაჩხუბებს მე რომ მომიყვნენ ისტორიები რა
აუ პროფესიონალური ბოქსიორია თურმე რაღაცა იმენ შეიძლება ხელი არ დაგარტყმევინოს თუ რაღაც ისე მოგიგოსო გავბრასდი ბიჭო ვინა მეთქი ბიჭო ცხოვრებაში ბიჭო 6-7 კაცი ვერ მირო რინგზე ერთმა კაცმა უნდა მომიგოს მეთქი ეხა გამიშვით მეთქი შევედი ბიჭო და კაკრას წონის ჩაბარების მე იყო პრეს კონფერენცია ღამე რა კიდე დავრე რაღაცა და მაგარი გავცივდით რა გარეთ გავედი რაღაცა თხილამურები ესენი ხალხი რო იძინებს მე ვეთქვი ჩხუბია მე კიდე გულაობ ანუ ძმა მაგრეგორიც არის და დვალიშვილიც არის გამუღამე მაგარი გავცივდი და სიცხე მაგ მეორე დღეს 38-მდე რა სადღაც აუ იმენა მაგ კაკრებს ბიჭო აი ესე ვარ სიცხისგან რა თორე ისე კი არა ჩხუბი მე ყურს გიჟივით იმენა რა შანსი რა მე არ ვიჩხუბე კვირაში ერთხელ ან ორჯერ გარეთ მაინც იმედი ამ კვირაში ნაჩხუბარი გაქვს და ჩვენ რო გიწევს რამდენიც გინდა ხო ბიჭო სუდათავა რაღაცა ვინა ვერ ვიხოდები რა არ დავრიე არ გადავკარე და მეთქი რა ვქნა და ისე ავიღე თორჭიკა ვისკი დავისხი რა არ მიშურა ბიჭო სიცხე ვერ დავგიდე ეხა და ეხა ხარხი მოვედება ნახევარი თბილისი გავედი ბიჭო რინგზეს და რინგზეს ბიჭო ესე ვარ ტიპს ხედავ ორად უკვე რა ხო და მეთქი შანსი არა მომიგოს მაგრამ დავაიმერქი და მაგარი მირტყა რა თავ პირველი წუთი იმენა მაგისი იყო რა პირველი რაუნდის პირველი წუთი ხო მაგარი მირტყა ბიჭო მირტყავს ბიჭო ორად ხედა ვაცილებ მე უკვე ესეთი გამიტანა სამად ხედა ბიჭო არა სიცხე მქონდა თავი ცოტა ნასვლა მივიდა ბოროს ბიჭო ესეთი გამიტანა სამად ხედავ ტიებსა და გავაკეთე მარჯვენას მოუქნი არ არის მარცხენას მოუქნი არ არის და ბოროს დავთე შუაში და მაგარი კიდე ერთი მიტყა და ერთ მომენტში გადავარდი ბიჭო პაკრეში კაცი და რო წამოვიდა და პროსტა გავწიო მეთქი და ბიჭო ხედა ისე გავაკეთე და რომ მოხდა ბიჭო არ დავარდა აა და პროსტა მეთქი გაიწია აი პირველი დავნოკაუტე შემთხვევით დავანოკაუტე ეგ პირველივე რაუნდში იყო ხო და ადგა ისე და ნიკა დავაი მეთქი ხა დავუშვი მეთქი ვითომ ქუჩაში ხარ მეთქი და ქუჩურად დავუშვი ეგრე თას ამიერზე შეჩოვლე ხარ ქუჩიდან ხო და მაგით მოიხსნა მე რო გეიჩით და სანამ თირას უყურე როკი ბარბუას იქ ვისწავლე რაღაცა როკი ბარბუას ფილმში ვისწავლე კიდე ჯები უნდა გადავაგდო რაღაცა ისე და ბოქსზე ნავარე არა ვარ მე რა ვიცი უყურება ქრიც უეჩხუბება ხო იცი მაგ მომენტს უყურე 5ჯერ რა და დავამუღამე სტოიკაში ტელევიზორის წინ გადავაგდე რაღაცა რა ხო თუ კვერცხს ვაზუმს ხო და კაკრას ცოტაც მოვარჩი ისაა რა ჩემი ძმაკაცის მამა მოვარჯიშებდა პროფესიონალი ბოქსერი იყო კოჩა თორბაშვილი რა საიოში ჩხუბობდა რაღაცა 1 საათში მასწავლა 4 ღირეთი წარმოიდგინე კიდე თორე მე შანსი აღარ იყო მომიგო ისე ვიყავ 4 ღირეთი მასწავლა 1 საათში წარმოიდგინე რაპები დამიჭირა სტოიკა მასწავლა 1 საათში კაცმა წარმოიდგინე გავედი ბიჭო და კაკრას ეგ მომენტი იყო ნოკდაუნის მერე რომ მივაგდი ბა და გაითიშა რა გაითიშა და აი ეს ვეღარს მtkავ ბიჭო და მე მგონი კიდე ხომ უნდა ვიჩხუბოთ რა პირველი რა ვჩხუბო მე რა ვიცი ბიჭო მორჩა მოიგიო და რა ასიძახი მეთქი რო გადავხდი ტრიბუნაზე წავედი დავლიო თქო მაგ არ წამოვიდა ბიჭო 200 კაცი წავედი შვიდი არა გამაღარიბეს მაინც 7 ბოთლი ვისკი დავითრიე წავედი 7 და ისე 7 ბოთლი გავიმინოთ რამდენი დახარჯე მაგ დღეს ბიჭო მაგ დღეს ხალხაშვილს მაგრამ მოვიგეთ რა იმიტომ საკეთ ჩემს მასზე დო რამოდენიმე 1000 რა და 2-1 მქონა კუში შენზე ბაზარი დაჟე დადება მოჟდა კიმოდეს და 3-1 მქონა კუში ასე და მე სამე სახე რო შენდება შენ რა გონია რამდენი გოდოიცი აქ ორი სახლი აქვს და მესამე სახლი აჟერები მარტო გვერდზე უპაშისა მაქვს ვაზის უპაში და კიდე ქვევით აბუნებისკენ და აი გოგო რატო არა ვარ თუ ცოლად ხო გავყებოდი ჩემი 7 სახლი მაქვს მოდი ახლა რამდენი სახლი მაქვს ბიჭო 7 სახლი მაქვს აუ ეხა ყურე ქიმაძეზე მაგარი რაღაცა რა ვინც არის ის ქიმაძეს ეგონა რომ მე ბოკესო სახეს გავახევ იმიტომ რომ ქიმაძე მაგარია რა ვაღიაროთ რა კაცი 6-ის ჩემპიონია და რაღაც და გამოვიდა და ქიმაძეს ეხა იასნა ეხა ფიქრობს რომ ბოკეს სახეს ავახე და წამოვიკიდებო რა იცის ეხა ეს მარტივი წამოსაკიდებელია რაღაც თემაზე და გიждები უცებ და მე ხო და წამოვიდა და 10000-იო წვანიო დავდო თუ ბიჭო ჩვენ შორისო რა და ეხა იმაზე გვედა რომ მარტივი 10000 დავითრიეო რა ბოკებას ბაზარი არაო და რა ქნა ჩაგაბარა 10000? კი, სვანთაშორის კი. მართლა ბიჭო. კი, აბა კაცმა სიტყვა უთქო მთელი საქართველოს წინ ეხა იესნე ჩამაბარები. მაგრამ ბოჭველი ისეს ხა ეხა. ბიჭო, ისეთი მომენტი იყო ეხა 100-იც რო ეთქვა რა. აი ხერთ ვარ ჩამეთქვა თუ არ გავყურდი ბოლომდე რა. იმიტომ ჩემ თავში ხო დარწმუნებული ვარ და პახოდო ფულის გამო მე არ მჩხუბობ გამაშო. ისეც მართლაც არ მჭის ფულია, მაგანი მკიდია რა. მე ხერი ჭუჭყია ჩემთვის რა, წარმოვიდგინე. მე თუ რამე თუ გასუფთავებოდ თუ ხო და? აი მეთქი ბიჭს მოუნდა, მე კი თუ მომიგებ და შეეკუთვნის მეთქი ბაზარი არ არის რა. მაგ მომენტში იყო რომ მითხრებ, დავაფიქრდი მეთქი მართლა მეუნება თუ გინდაო კიდე მეოჯურ გამიმურა, ორი წამი დავაფიქრდი რა. ეხა ეგრევე რო ხوار ჩაარტყავ რაღაცა ბიჭო. მე იმაზე კი არ დავაფიქრდი, მე კი საიდან ვიშოვო, ნაშოვნია დევს, ბარეში აწია ჩემი 10-ის და 20-ის და 50-ის, მაგრამ რომელია შენ სახლი?
მედი შედიო 4 ავჩერ კარტენია და არა. მამა შემიზეს 2 ავტომატით დავა. მამაშიც მაგარ ჯანზეა ბიჭო. რაგბის იყო საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა. მაგარი კუნთები აქვს. ახლა მგრები რო იყო პირველ ლიგაში მის კაპიტანი იყო 35 წლამდე ითამაშა რაგბი. კაროჩე ოჯახებზე რო წავიდეს ბოკელავაძეები შენთან არავის შანსი. ბოკელავაძეები თოპურიას თუ იჭყობენ, თოპურიასთან თუ იჭყობენ ალბათ. ბოკელავაძეებს შევეშვა ეხლა ვთქვი ჩხუბი მარგიშვილები სულ სპორტსმენები არიან ძმაო იმენა მაგარი ბიჭები არიან სამუეც მაგრამ სამუეც პატივს ემეხა იქ შეიძლება ტრეშტოკ შემე ბეტაკები რაღაცა მაგრამ სამუეც პატივს ემეხა არა მარგიშვილები ტრეშტოკზე რა მაინტერესებდა შენი აზრით რომელი უკეთესი არის პრაიმ კონორ მაკგრეგორი ტრეშტოკში თუ შენ რომელი უკეთესია გაანიშნა მე ბიჭო ეგა თავარი ბიჭო აი ხო ყოველთვის უნდა თქვა შენ თავზე რა მე არ მჯერა იმის რომ მაგიტო კონორის ფანი ვიყავი ბავშვობაში ეხლა მე ჩემი თავის ფანი ვარ რა ძმახარ მე ჩემი აზრით უნდა ყოველთვის ტიპს უნდა მოქონდეს თავი დიდი იმიტომ რომ სხვა ვეღარ აღიქვავს დიდად მე რა აი თოფურიას ამევასება იცი რომ ამბო სანამ თამაში ისა ბრძოლა იქნება რომ უკვე აღნიშნავს და რაღაცეები რა 17-0-ზე რომ მიაწერა ინტერნეტზე რა დოკუმენტალურ რომ გადაიღო და წინა დღეს ოლივეირასა რო იმენა აღნიშნათები აი მევასება აი ხალხს რატო აღიზიანს უყურე ბოკე შეხო გაყიდე ბრძოლები რა ასე ვთქვათ რა წამოიდგინე ბრძოლა არა თუ ბრძოლები გეყიდე ინტერვიუც კი რო ჩაწერე რა ინტერვიუც ინტერესი გამოიწვია ვინაა ეს რა პოსტანო ბრძოლის შემდეგ ინტერვიუ რაღაც ვნახე TikTok-ზე 800-ი ნახვა აქ მაგალითად 880-ს ხო რა ანუ ხალხი ვერ ხვდება რომ ბრძოლებს ხო ყიდი ეს ერთი და მეორე რა ვიცი მა თვითდაჯერებულობას იზრდის კაცი რა რა ატრაკს თავისას შემდეგ იმადის დაპირისპირებას და მილიონობით ნახვა ქონდა ეხლა რა და რუსულ საიტებზეც იყო გადატანილი რუსულად გახმოვანებული და რაღაცეები რა ანუ მაგარი გავარდა კი Instagram გვერდზე და იმებზე დოთ ყველას რა და ეს არფენგის დაცვის უფროსმა ჩამიგდო ეგრე მეთქი საავოლ მეთქი მე დააფოლოვეთ მაგაცი ნიკა ბოკელავაძე დააფოლოვეთ Instagram-ზე ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებს და აუ სტორებში ვაფშე იმენა სტორები რო ნახო კლოუზებში თუ ხარ იმენა ჩათვარი პიკია კომედი შოუში ხარ ჩათვარი იმენა შენი ჰეითერები ვინც არიან მაგა დედა ნაცემი ყავს ალბათ ნაცემი ყავს და მაგიტო არიან შენი ჰეითერები 1000-ობით ამია რა იმენა რა აი საიდან არ ვიცი აბა გეყოლება ჰეითერები ბაი ბიჭო აი პროსტა ის რა ვერ გავიგე ხა აი მე ბრძოლი ვარ რაღაცა აი ტრეიშროქს იმავშები ანუ ბრძოლას იმას შოუს დგავ რა შოუს დგავ რომ ბრძოლას სახე მივუწე ხა პროსტა რომ გავიდე ვინ შხუბო ინტერესი ესეთი არა აქვს აი ვიღაცას დააინტერესებს ის ამ იმაში მაგრამ რო კაცი ხედავს ეს უკვე ეტაკები ერთმანეთს ასე ტრეიშროქიკებს ისე უკვე ინტერესი ვიწვევი რა კი შემოდიო ბიჭო რაღაცა იმენა ბოღმიანი ისენი არ მინდა პროსტა ვიგინო კიდე გადაცემაში ვარ რა ბოღმიანი ხარ ცხოვრებაში ვაფერი არ გავუკეთებიათ მე მიუღწეველი ადამიანები ზოგი სადღაცა ფოტოებში გადავდივარ და წრემიქი მის სამართი მომწერეს ადახარ ჯერ ხომ ბლოკავენ ვის რის ტრაგია აი მე დაგბლოკავდი ზოგი რაღაცა მასოფერში ცხოვრობს იმენა აქედან 14 საათი გინო ჩა ზოგი გეუბნებ რომ ესპანეთში ვარ ხო ზოგი იქა ზოგი აქა და აი ესპანეთში კიდე ჩახვალ გან იგულავებ თან ვიღაცა წემ ზოგი იმენა ის როგორი აი არ მენ ახლა შეურწყვა მივაყენო ახლა მაგრამ რაღაცა იმენა ყარავად რომ მუშაობენ, რაღაცა იმად რომ მუშაობენ. აი ეგეთი ფოტოები რო ვდეთ, აი საწყარი როჟები და აი მაგაზე არ უნდა გაბრაზდე რა. აი არაფერი მიღწევა რო აქვს და ბიჭო პროსტო გადავს ზოგს ვაფშე შვირის ფოტო უდევს და ისეთი კომენტარს მიწეს ვაფშე. გავგიშდი იმენა. და გურეკავ ბიჭო ტელეფონს უფრთხე მე სად დახარ მოდი ნახო ისა ესა ბიჭო. ენა ბიჭო არც ზოგი არ ცინავს ზოგი ეგრევე ბლოკავს ზოგი რაღაცა ისა ესა. მაგარი ნერვისო ვიჭრები სხვათა შორისა, მაგრამ ეს ჰეითერები კომენტარებში. აი ხა ქალაქში მე ერთად გავიდეთ, რამდენი გამაჩერს ფოტოზე მოვა. ბათუმში ხო იცოცხლე იმენა ძალიან ბევრი გულშემატკივარი მიყავდა, ეხლა ჩავედი. ბურვაში გავიდოდი. აქედან კლუბებამდე მინდოდა 10 წუთი. რომ მიხვიდე. ფოტოები და საათ ნახევარი ვერ მივიდოდი, კლუბი დაკეტილი მხდებოდა. თან რომ მივაცრებდი უკვე 60 კაცთან მივიდოდი მარტო გასული რა. აი მე ყველა ჩემთან და აგარი მისწორდება რა. აი მენა კლუბიდან გამოდიოდი, ეგრევე სარბიანად გავდიოდი, ვარჯიშობდი, მე ამდე გულშემატკივარი იყო რაღაც ის ესა. ხოდავენ მაგრამ. უნდა მოიხოდეთ რა. შენ მისაბაძი რასაც კომენტარებში წერენ, აი ყველა ერთად შეკანი მოიყვანე პირში მითხრა თუ არ დავბრიტო აი გადავატარებ აი ეს იმენა არ გინდა რა მოდი მეგობარო გავჩერდეთ და ეს რა არის რო აგვიხსნა მოდი ახლა გადავიდეთ ახალისო რაღაცას დავაი რომ მოვიდით ბოკემ ასეთი რულეტკა მაქვს და დავლიოთო რა და მეთქი ცხოვრებაში არ დამელივია ძმა თქო და ეხა ხო არ დაუზადნავდი კარს და მოკლედ პირველად ცხოვრებაში ეს რულეტკაზე უნდა ვითამაშო რა წესი არის ესეთი რა ან უნდა უჩვენოთ შავი ან წითელი და რომელიც დაждდება ისინი სვავენ, როგორც სხვადასხვა ფერი და 0 თუ დაждდება 3-ს. თან დავლიოთ, თან გავაგზავნოთ ბაზარ. ხო, ცოტა ხოლმე მივშეთ რა. აბა რა. მე ბევრს არ დარო არ გავგიშდე უცბაო. არა, გეხოცები ვაფშე არ დალიო, ჩემოძმო. ეგ საჩვენება თუ არის არ გვინდა. აი მოიცა. რა ფერი გინდა? შავი თუ წითელი. მე შავი. მე ნახალოკელი ვარ, ძმაო და წითელი. მეც. გდანელი ვარ და წითელი. ორთაჭარელი ვარ და შავი. მიდი.
16 წელი ჩემი დავადები 16-ში. რა წითლები აიღეთ ბიჭებო. გილოცავა ხოჩი. მოდი ძმა ოჯახში პირველად ვარ და ამ ოჯახს გავუმარჯოს და ჩვენს გამოწერებს გავუმარჯოს. აი არ გაწყენდი. გაუმარჯოს აქა. ოპა. შენ გენაცვალე რა. მოდი ახლა მე დაგილოცავ ძმა ოჯახს. აი ოჯახია, რაც ვნახე ძმა, ესეთ ძალიან ცოტა ხანში, ძალიან ცოტა თუ ასე თქვი მოგვეპყრობოდა, მით უმეტეს ვახოს. და დაგილოცავ ძმა ოჯახს, დღეგრძელი ბედნიერები და სულ ასეთი კარგები ყოფილიყავ. აი ხართ ბიჭო. სამიკოს დავულსავ. მე ხა საერთაშორისო სუფრაზე პირველ ჭიქას რო ვიწყებ, აი გენ განაცემაში ვიყავ, გენ სულ გუგუსთან ერთად ვიყავ, რაც არ ამეტეს სულ ცოტა მერტისას რა. აუ კი ბატონო. ოდი მერტს დიდება თუ გამოუშვებით? და ჩვენ მშვიდობა რა. კი ბატონო. და მადლობა ღმერთს ყველაფერს ესეთი კარგი ცხოვრებისთვის და ყველაფრისთვის. ო, მეც მადლობა ამასო კაი ცხოვრება აქვს. მე არა, მაგრამ უკენა და რავი, ვიღაცას მაინც აქვს კაი ცხოვრება. მოიცა, გიდიო, ზემ კაცო. ეს ბოთლი უნდა დაცავ, ორი ესეთი ბოთლები დგას გვერდზე კიდე. ამას რა გონია? მეტო. ვახო დაკათე. მოიცა, მამა ჩემი ძახის მე მგონი უნდა გავიდე. ტაქსით გაგიშვებ, მიდი ბიჭო. მამა ჩემი ტაქსის. შენ ის ბათუმში ხო იყავი შენ? კი. ბათუმში ჩხუბე? ოხ. კარგი ბულვარში. დასვენება, მუშაობა, არადასვე ყველგან. ახლა ერთი აი თუ საიდუმლო არა ერთი მიზეზი გითხარი რაზე? აი ახლა ბათუმში ოღონდ. სხვადასხვა გინ წარმოგე, გინ არა, შეხოს მე თვითონ არ ვიწყებ. ანუ შენ ტიპი ვარ, შარს ვიზიდავ, მაგრამ მე თვითონ აი არ იმაშვები. პროტე მინდა შარს ვიზიდავ. აი საიდან არ ვიცი. ყავს ეგეც მაგაც. აი პროტე ბევრი ისეთი როჟაა იმენა, აი მაგათიცემა არის როგორ გითხრა იმენა რა. გულსიფხან? გულსიფხან კი არა, იმენა, აი უნდა შემოვუჭე, მარტო სახის გამო უნდა შემოვუჭე. სახე რა. მე ხო ძალიან კაი სახე მაქვს, მობაზგა. არა, ანუ ისე ზოგადად, საცემად კი არა, ისე კარგი. აი ცოტა ხანში ესო დაიცლება, მე რა ხვდები როგორი სახე გეკნება და მაგის მიხედვით. ჯერ ერთ-ერთი დასასრულებია ბავშვები და რა და სახე კარგი გაქვს ხო რა, შუქანი რო ვიყავი ხოლმე და ერთი სახე მაგ კაი გეხვეწები. აი ხო არიან ბიჭო, აი იმენა ხალხი არიან, რომ აი დასარტყამი სახეა. Punchable face. ხო, punchable face. აი იმენა რომ აი უყურებ და დარტყმა გინდება. რა მე ესე როჟები, ერთი მარტო როჟის გამოცემ ბიჭო. ნასწორ გამოვიდი კლუბინა ბიჭო და. წინ რა ეხა ბიჭო ეს ვეროდები ეხა ერთს რა. გამოვიდი თორე ეგრევე ამოყევ მიყურებს ბიჭო ტიპი რა. გავხედე აი, ო ისე გონი მიყურები, ნა გიწევს ეს. რა და ყურება ეგეთი არ უნდა. ო ბიჭო, აი თა ეხა უეჭერი ვიცი ვერ მიცნობდა რა ტიპი, იმიტომ რომ ის კლუბში ცეგორი უჟავიჩი აი სააროჭკამია ცოტა ეს ოფნაშური რაღაცა ეს ოქროები გაკეთებული რაღაცა კუნთელი აგეთყობა არა ვაფშე ბიჭო რაღაცა ოქროების სააროჭკი კოქტეილი სიგარა რაღაცა და ბიჭო ტელეფონში ეს სკროლავ რაღაცა თან მესიჯობ რაღაცა და ბიჭო გამოითორა დავყავ მიყურებს ბიჭო რა გავხედე მიყურებს და გავა ესე მიყურებს ბიჭო და ბოლოს გავჭედე და მეთქი როჟას თქო გავაქანე წვით ეგრევე რა პარაკიც არ დავიწყე ბიჭო მეთქი რა გინდა დედა ვერ ვიტან, აი მენა რომ ეგრე ტიპი დგას და გიწევს ბიჭო, ვისა იაზობი ჯერ, ბიჭო იაზობი და ნაბოძრებს, და შეხუარა. ჯიგარია. ო, გავაქანე. მაფიის ბოსია დედას ბიჭო. ტიპი იმენა ხულინავ და შუაბულვარში ერთდარტყმაში და მოვიდა. ახლა ბულვარი ბათუმში. ო, და დავინახე მორბიან უკვე ძაღლები ისა ესე და შევედი მეც კლუბში ეგრევე. მეთქი დაცვას მეთქი რამე მე არ ვიყავი ჩაუთიფს ეგრევე. ჩემი მე. ო, მაგარი კა დედას ბიჭო. ო, ყურება ეგეთი არ უნდა გეტყვი. ო, ბიჭო მეთქი ამას შიქუარა. ბიჭო, მეც არ მევასებო. ყურე, მე ოღონ თან რა არის, იცი რომ ძალიან ცუდი სახით ხო გიყურებენ და გეიაზოება აშკარა და რო კითხავ რომ რა ხო რა ხდება იგი ხოინა ეგრევე უნდა უთხრა და ვალი რატომ დაგარიდო ანუ ბიჭო ხო და მე მერიდება ხო ეგ არის ხულეგნო ნახევარი ის ეგრე ეს გიყურებს ხო და ეს მეთქი შიქუარა თამას ბიჭო მეთქი და ეგრევე პროსტა ვითმინე და მოგ როჟას მეთქი და ბა ეგრევე რო გაწვა კრობინა რო გამოვიდი კრობინა რო გამოვიდი ტიპს კიდე ეძინა პროსტა უკვე სკამზე ვიღაცამ აიყვანა დააწვინა თორე ჩემ კიდე იქ იყო ძმა დასასვენებლად რო ხარ რანეწლის აბენი იცი ბოკე კი ამდენი ჩემზე ერთ წუთი უმცროსია არ გვეტყობა ეს დაშორება მაგრამ ხელი ერთ წამს შემადარე პროსტა აი ხელის სისქე ახე ბიჭო იმენა ისავა რა ქვია ღიპი იმხელა მაქვს რო რაღაცა ხელი მაქვს იმენა ის შესავიდო ფეხები რო გაწრული მე ხელები მაქვს წრული ბოკე შენ ახლა ბიჭო ეს კუთები მაქვს მე კრავჭიდინა რა და კრავჭიდინას ვიყავი რა რა გიწით ვიყავი რაღაცა ბენი ამოზო ხელი დამუდო ბოკესო მართლა კაროჩე როგორი ისა ბიჭო აი ძალიან ისეთი 130 კილოს მეტი ვერ ამოწია ახლა 130 წევდი მე სკოლაში გრამს გრამს ეგუდა მეთქო ხო ახლა დიდი ხანი არ დაგილებიათ თქვენ რომელი ხარ აჰა რომელი ეხა შავი
მე შავი ვარ, შემაში წითელი უნდა იყო. ეგრე გამოდის. წავით. 0 თუ შენ თუ და მეტყვი წითელი იყავი. ხო, რა წითელი. მე დაალევა მიდო. ორივე. არა ძმა, არა, ვაიმე. ენდე ბიჭო. ბოკეს მოვალ კამარს გავუმარჯოი. ჯოს. მე კამარს ვაგებ კიდე ჩავწეროთ. მე აქ ხალხო იმაში პროჭობაში არ ჩამithვალოს. რო არ ვსვათ თქვენთან ერთად, მაგრამ რასაც დალევთ ხომ სალგრძელს და მე თუ არ დავლიე, ჩათვალე თქვენთანოა რა. ამაგიდაზე არის კაცი. პროჭობაში თუ შეგეთვალა რო ხეს არ მოერიდება რომ ეშინია. არა ძმაო, მე ყოველ ამას როგორ ვსვათ? შეხო არა გაქვს, მეთქი არ წევს თქო. შევახსენოთ მაყურებელს, Frix-ი რო არის ჩვენი სპონსორი და მადლობა Frix და ბენის აქ კითხვა, სანამ ბენი კითხვას ასვამს დაატრიალე იქამდე თან ისაუბრეთ და გავფლიქსოთ ერთი. მე წითელი ვიქნები ახლა, შენ? მე შავი ვუჭვენ. აუ, შავი ვიქნები თო. აი, მე წითელი, წავიდე. მიდი აბა ბენთან დაიწყოს კითხვა. ეცაირცა. 0 3 ვისოთ, დავაი. ვახ, აი, შენ. აი, სავსე ჭიქას მე ავიღებ. ბოლომდე. არა, კითხვა არა, კვიზი მაქვს. ხო? აზარი არა. კი. ზედმეტი არ მოგივიდეს მაგ. კვიზი მაქვს და ოღონდ ჩვენ შეკრებას და თქვენ გადაცემას გავუმარჯოთ. ხო, შენ გაი. ის რა და ყველაფერი კაი ბიჭებო რა, გამოიწერეთ ეს არხი, მაგარი ბიჭებია სპეციალურად. შენ რამეს ხო არ აპირებ ისე ამ კუთხით კონტენტს. არა, მაგარი მედარება. მაგრამ რო ლაივში გავდივარ ხოლმე TikTok-ს, ისე მე მიყურე, ხან 1000 შემოვა, ხან რაღაცა. თუ ნაცვამი ვარ 1000-ობით შემოდის. თუ არა 200-300. შეშა მებძოლია და მაგ მიმართულებთ რა კეთებს რა. ეგ უნდა მეთქვა ახლა. აი, მიდი ცხოვრებაში, აუ რა, კარგი ცხოვრებით ცხოვრს. დედასთვის აუ თუ მაგრა არ მშურდეს შენ, ნო? ნახე ახლა მე მაქვს ასეთი კვიზი. ტელეფონი ჩაწერე ჯერ ხალხმა და ნახე შენი სახე. მე მაქვს ასეთი კვიზი. ვის მოერეოდი, ლაითად რო ვთქვა, რო არ ვთქვა, ცემდი თქო. ვის მოერეოდი წონითი კატეგორია რო არ არსებობდეს და ყველა იყოთ ერთი წონა. ყველას. პიტბული. შენ თუ პიტბული? მე იასონია. შენ თუ კორტავა? მე იასონია მე. ოუ. შენ თუ ფოლადა? მე. იასნიერად არ იყო. უიჩვენი. ბიჭო, იასონია კი არა უიჩვენი მე. შენ თუ აირონლაშა? აირონლაშას კუნთებს დაუფუჟავ, იმე რასაც ქვია. შენ თუ ზომბი? Are you joking me? ვინებს მეკითხები, ხა. UFC-ს ბემბზოლები მაინც კითხე, იასონია მე, თო. შენ თუ ჯიქია? კანიშნა მე. და შენ თუ ელგუჯა? მე იასონია. არგია ძმაო, აი მაგას ვლაპარაკობ, ადამიანს მოგჯერო და შენი თავი. ისეთი ხარ შემეკითხე, აი, მაგრამ აი ჩემი წონი და იმით რო ავიდე. არა, მე ვამბობ ორი კატეგორია, იმენა ერთი წონა რო იყოთ. არა, მაინც ჩემი მომგები არავინ არა. აი, იცი როგორ კითხვა მაგ, ყურე. მომარჯოს. ჯიქია და პიტბული ერთად თუ შენ? ახე? თუ უნდა გამას, ორი ერთზე მაჩხუბონ, ჯიქიასა და პიტბულთან ერთად, მე აბსოლუტური ვიყო და მაგათმა თავის წონები ჩააბარო. ნუ არა, და ყურე. შიშველი მუშტები შეგვიში, მოვლენები ორივეს ასე. თავის წონები ჩააბარონ არა, რა წონაც უნდა ის წონა უნდა იყვნენ. ოღონდ ორი ერთზე. მოვიდნენ ძმა. გაწყობს? მოვუშვი, დაურეკი, მოიყვანა. გამას მიმართავ. მე ვარ ორი ერთზე მაჩხუბე, ბიჭო. პირველად გამას ისტორიაში. დავაი. პიტბული და ჯიქია ბოკელავაძე წინააღმდეგ რა. ისინი რა წონასაც უნდა აფიქსირებენ, ბოკელავაძეც რა წონაც უნდა იმას დააფიქსირებს. მოსულა. ორი მოუშვი, ორი ჭიქა მახევინე და ორივე შემოუშვი და გაიტანენ საკაც. დაჭიკა მახევინეო. ბიჭო რა ყველა შენ იხოდები იმენა. სამიოტრალი იქნება მაგზოლაზე გადამოს მაგაში. მოიყვანს. წეჯი ჯიქიას. მე და პიტბული რო თრეშროკს ავწევს და იმ ვაფშე და ჯიქია. ჯერ ხო საქართველოს კი არა, სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ საყურებელი. ორი ერთზე თან მაგრა გავიკეთე. დალევაში. ოდ პატარა რინგზე მინდა რომ იმენა არ გავიკიდო ხარ. არა მოუშვი. მოდი კლინჩი არ კაი შეიძლებაოდეს. კითხვა. შეიძლებაოდეს. ხო. კაი კითხვა, ნახე რა კითხვა დასვა. მიდი თქვი. დალევაში. შენ თუ ჯიქია და პიტბული. მე ორივესა დავათრობ ასე სახეს. ოპა! მაესტროს დაამატეთ, აი მაესტროს დაამატეთ. ვინმე არის აი გამაში იმენა ისეთი მსმელი რო თქვა რომ აი იმენა მიქაჩავსო ან ვერ გავუქაჩავო რა. არა. აი იმენა ვერ გაგიქაჩავს. აი მაესტროს თუ ძალიან ვერ გავთიშავ დარებაში, თორე მაგასაც დავათრობ, მაგრამ ასე სახე. მაესტროს ვა? მაესტრო გონია რომ მაგარეს მიიღეს. წინაზე იმას უწერდით რა. ქიმაძესთან ჩხუბამდე რო უწერდით, კაკრას რა ქვია მაგას, ამ პაკრიშკებში რო ვიყავით, ახლა სისტემის წაბიშოს რაღაც. ის რო გვეჭირა პაკარდი რა. გადაღების პროცესში 4-4 დავწერეთ მე და მაესტრო რა. იქ ხომ უნდა მოგვეყუდებინა რაღაცა და იმდენჯერ ჩაიშარა. კადრი არ გამოდის, კადრი არ. სულ გვეცინებოდა და მე ძალივჩიდით უკვე სვავდი რა.
3-4 დავწერთ მარტო მე და მაისტრო მანდ რა სიზახის მაგრამ ნაიტოს უწოდება ხო რომ ჩაიშლებოდა და იმენ როგორ სახით უყურებ დამიტოვე ბიჭო მეთქი აუ ჩაიშალა რა ეს ახლა ეს ბოთლია ეს სხვათა შორის შენ ბათუმში იყავი PvP-ზე რა მოხდა აი ჩვენ გვაინტერესებს მე სკაის მაკაცი ვარ არ მიგიხავს არ შეაგინე მაიზერებს ვიზო თუ გიახი ბიჭო არა უბრალოდ მაინტერესებს იქ რა მოხდა ბიჭო აი ბეთლი იყო ჩაურებული პოსტა ის როგორი ბეთლი იყო აი უფრო იყო ანუ მიკროფონს აიღებდნენ და ყლეო რა მეთქი ბიჭო და გვერდზე ვიღაცა მე პირველად ვიყავი პიპის ბიჭო გვერდზე ვიღაცა მიდგას ბიჭო იმენა მაქაურე და ვეკითხებ რომ ეს რატო არ უტყავს მეთქი რა და ბიჭო კაცო ესე ურიტმავს რა და რატო არ უტყავს მეთქი ეს და ბეთლაობენ ჩემი ძმაო და რა შვებია ბეთლაობა ვიცი როგორი და რა მეთქი და აი ესეთი უყურე ბიჭო წარვე შეკური მეთქი დაჟე სკაის გავხეთი მეთქი ხიე ბიჭო რასაკეთე ბიჭო მე ამოგიტრია და ხიე მეთქი და ეხლა მაიცადეო და ამანას ხო იმახო აი მას მიკროფონი იყო თუ არა შენი წური ჩემი წური ადიო და ხეზე მე გადაბა დამეხია ყლეზე იმე მეთქი ბიჭო ჩემი ძმა ხარ ზუსტად მაგას არ მომხო მე ეგ არის თქო ო იმენა ეგაა ძმა არა ნახე მეთქი ამა თუ ბეთლაობა და თრეშურკები მეთქი ყუას ვეუბნები რა არა ეგ მეთქი მაიტა მიკროფონი ვასწავლ ამა თუ არ დაგიხურო ორგანიზაცია გვერდზე ხო გითხრა იმან ბეთლიაო და ბეთლაობა ეგეთი არ უნდა და უნდა მეთქი ბეთლ ეს თუ ბეთლია არა ნახე როგორი თემა მანდ ხო არის რა ყოფილიყო ისკენ იქნებოდი ისე ვის წინ დამიდგები და დავხოცავდი ყველას ანუ კამისიანებს ცემდი თუ სკაირესიანებს ისე ბიჭო სხვათა შორის ორი იმად გავიცანი რა ერთი ტახა ვიცი მან ტახა მივაცდა მაგარი როჟა იმენა კაცა ტახა დატყდო რომ გამოიწიო და დავა ერთი ტახა რო დამენახე ტახა გაიცი მიშვი და ჯიკიას მიაყოლები არა ჯიკია მაგარი როჟა სხვათა შორის ჯიკიას მაგარა ვიცნობ მეც მეგობრობ კაი როჟა ბეთლი ეგეთი არ უნდა ძმა მიკროფონი მომემეთქი ყუას ვეუბნები ამა თუ ასწავლი მეთქი ბეთლა მაგრამ მე ვიღაცამ სიტყვა არ მიდგას მოუკლავ მეთქი ველიპოვით მეთქი ეგ არის ბოქსივით რა ანუ მაგას ხო აქვს ბოქსაც ხო აქვს ახლა ხო არ იტყვი რომ არა ძმა შენ როგორ უნდა დამარტყა და ხელს როგორ დაგარტყმევინა ეგეთი თემა არის რა მაგრამ გეთახმები გინებები არ უნდა იყოს იმდენად ხშირი რომ ეგენი იცნობენ ერთმანეთს რა ეგ თემა შეება რიტმაში ჩასვლა მაგრამ რა არის პოზი რა მეთქი ბიჭო ამ მეთქი ესენი არის სხვათა შორის შემდეგი სტუმარი ყავს კამი და გადავცემთ ყველაფერს და დავცემთ რომ ბეთლი ეგეთი არ უნდა და ვანახებთ როგორი უნდა არა კამი მოიგო ჩემი აზრით დამსხვრებულად არა კამი მართლა მოიგო ბენის მაკასი კი არის არა ახლა მე ეგ რომელი ობიექტურად რო ვით თქვა მოიგო სკაისთან ხო ესეთი წერი ვარ ხო კამი მაგარ აჯობა ეხლა კი ეს ჯერტერემე შოკითხებოდა ბიჭო ჯერ დაიმახსოვრეთო სეზონის ფინალი გაიქო არა პასუხისგებლიანად მოეპყრო და ესე რიტმაშიც მაინც გავოსურ კი 1:15 სიტყვა იყო წინადადებაში ყლევ მაგრამ რაღაცა ყველაზე უაზრობა რის გამო გიჩხუბია რა უაზრობის გამო არ ვშხუბობ რა თუ მე გასწალხია იმენა მაგრამ არა უაზრობა რო ქნა იმან რა აი შენთვის იყავი ჯიგრულად რა მოწმენდი საზე არა შენ აი ბიჭო ეგრე იყო ერთი რომ პროსტა რა გაჩიტა ტიმა რა იმ ისევ ცემე მოწყაროდ რამის მოკვდა რა რამე წუდება კი არა ნუ თუ გეცოდება ბიჭო მე მივდივარ გოგოსთან ერთად მივდივარ რა აი კაი ხნისინი ყო ეს ხა ჩაკიდებული მივდივარ აი მაგრამ მე ვოსებოდა ეს აი მე სერიოზულად მოწონა და ბიჭო ორი ტიპის ის რა იმენა ეს პარკში მივდივარ თქო შენ ახალი გამოსრებოთ კაფედა რა სტამბაში ვიყავით რაღაცა და გამოდივართ ბიჭო მივდივარ და ეს განაგში ვარ და ორი ტიპი ესე ზის ბიჭო იავნად მიყურებს და ჩემ გასაგონად ეუნებათ მაგას ძალიან ხმამაღლა რა ხო შეგეშუმავ ხმამაღლა რომ ტიპს რა ბედი აქ ნახე რა ნაშასთან გაიჩითაო რა და ეს მივდივარ მომხიმარე გავშიშტი რა ხელი გამოში მოვტრიარდი ეგრევე და არავინ არ არის ემ გარდა გოგოსთან ერთად იესონია ჩემზე რა პალეკი დამეწყო ვიზე თქვი ბიჭო არა ეს მივედი თუ რა წამოდგა ეგრევე ბახ და ამის მაგაც სხვა არაფერ შუაში არა მაგრამ იმასაც ეგრევე გამწარებული და აი ესე ხო იჯდნენ აი ესე ეძინათ ორივეს რა შეიძლება იმის გამო ყველაზე ხადობა გითხრა ყველაზე დებილობა რა იყო არის ისე გადამეკეტა ისე მოწყაროდ სემი ორივე რომ მაგათ გამოდაში მე დამშორდა ის გოგო რომ შენ იმენა გიჟი უმოწყარო ამის მოკარი ორივე მეთქი გოგო ამად გამოშოდები ამა დედა ეხა კიდევ ცემე მოვტარიარდი და არაო ყველაზე ხადობა რა ხდება იცი მეორე ტიპი ან პროსტა სკამეკას ხო მეგონა ჩამოუჟდარ ხარ და ვიღაცა რენდომ ტიპი გიდება გვერდით რა აი ვაფშე უცხო ტიპი გიდება გვერდით და ეგ შენ გიჯდებიან ხოლმე არა ანუ ბიჭო ანუ სკვერში რომ მიხარ მაგას წარმოედგინე მეორე დღეს რომ გაიგვიძებდნენ და რა გინდოდა შეჩერება არა ხოდა რატომ მოაკვირევინე ჩემი თავი პოსტ ეხა ბიჭო ისეთ თემაშიც მაკაცის უნდა მიაყოლო არა ხოდა შეიძლება მაკაცი არ იყო მაგას გზას მიყურე ვიღაც ტიპი დავჯექი სკვერში მაშინ იმის უბედური დედა
პროტა რომ პროტა მიუგო მოგიშდა ვიღაცა და ნახე რა ნაშას და გაეძრო და უცებ რომ თან რომ მოფიქრობ რომ ფუ ეს ღორი რეებს ამობს კაცი შეყავთან ერთად ამას ფიქრობ და ამ დროს ვიღაცა ტიპი მოდის და მცე ამ შეერებს შეიძლება იყოს პროტა რომ ზივაჭერს და მუშტი რომ მოფრინოს ეს რომ ცებ უცებ ბურთი მიავიღე პრობლემა არა ეხა მე ვარ შავი წითლები ხართ დავაი არ გეჭირა დეგები ვიქნები მე მაიცომა წითელი მოწმეს და გალევინოთ აი გეთ ბიჭო ერთხელ ხო შეიძლება წააგო სამკაცი მე მგონი ამასაც უნდა რომ დაგვალევინოს ამას ეცის რაც ორი მაგ დაждდება დამტვროლი ჩემი რა მოდიოდა ბენი ძალიან ძმაკას ბენი ჩემი რო არა მოდიოდა დავატვრე ერთხელ ბიჭოს მაკაცები თამაშობთ ეს მესამე ჯერ ვიყიდე ვაი დედა მეექვსე იმაზე არ ამოდის ბიჭო ჩემი ამის დედაში ბახი მე იმის მე სულ მე მოდივარ და ყავს დარცები ადამიანს ასულობდა მოა რა არ მყავს ნაცემი ძაღლი როცემე იცი მე მგენი ყავს ნაცემი აუ ჩემ და შენ ვიცი ყვარადონას ყვარადონა მისია მოდი ხე ეს გელის ისტორიაც ხო ეგეთია მარე ხაზმატ რო კამარს აიღებს ეხა რა ხამზატა ემეჩი მაგელი მეც ხამზატასკენ შენ ესა მე დუპლესისკენ ხო დუპლესი შენ სრავასკენაც ხო არიყავი მე რო შემოვიდი რატო ვარ დუპლესისკენ დუპლესისკენ რატო ვარ გინდა ეხა გეტყვი დუპლესისკენ რატო ვარ არ მანცარო კი არ მაროთქო რომ ხამზატას კუთხეში ვიქნებიო და რაღაცა მაგით ანუ ეს ჩაწერილია აუ კაი ახლა ზოლონდია ჩაწერილი ბიჭო არა ხამზატას მევასება კაცო ეგრე მერაბი და არმანი ესე არიან ერთმანეთთან ჯიგრულად და დგას ახლა არმანის შოუს გამო ილიას გადაემტარა არა ეს არის ბრძოლა რომელსაც აი არც ერთს მოგება არ მეწმენთ რომ ორივე მაგრა მევასება რა ან მართლა არა ხამზატი შენ არ გევასებ მე ვიცი რომ არ გევასებ ხამზატა არ მევასება კი არა ხამზატა მევასება მიკროფონთან ბრძოლის სტილი არ მევასება აღარ ლაპარაკობს მიკროფონთან ხო და მევასება აი მიკროფონთან მაგარი ტიპი ან მაგარი როჟაა რა მიკროფონთან მაგრამ ბრძოლის სტილი არ მოუწონს ხამზატს ბიჭო ეგ ცოტა ჭიდაობა ცოტა არასანახაობრივი როა აი ხო იქ ასწორებს აი ჰოლუვი რომ გათიშა ისე ხო აა გეიჯი რო გათიშა მოდი აი აქ მოდიო და დაკდა აი ეგ მევასება ეგ უნდა გავაკეთო ეხლა რა იმაში აი ეგ მოდი ბიჭო მეთქი აი ესე იმინა რა კლინჩის გარეშე ვის მე ჩამეხუტოს მეთქი აი ეს უნდა გავუკეთო იმინაში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ ჩახუტებას გაუმოჯოს რა ჩახუტებას და კლინჩებს გაუმოჯოს მაო შეყვარებული რა ჩამხუტები ამდენჯერ რამდენჯერ სრავა ჩამეხუტა ეხლა კი არ ამყავს გოგუები მაგრამ რომ ყავდა, აი რამდენი ხანი მყავდა, იმდენჯერ შეყვარებულთა ჩახუტები რა სრავა 4 რაუნდში ჩამეხუტა ბიჭო. ბაზარია. მეთქი რა გინდა, წაგიყვან ქალებში ხო შეიძლება. რა გინდა. შენ ხო კოცლებს მიგზავნის, სამშე. მე კიდე მე ვარ დაგივასე ბოლოს, მეთქი რა იყო შენ. მე მგონი ის ბევრი ფული რო გაგდა ბინიანი ხადა. მე სლავა მომწონს, კარგი მებრძოლია. ვახო, მიდი. ჩავეხუტოთ მოდი. ანუ სლავა კარგი მებრძოლია რა, მართლა. უბრალოდ მე არ მომეწონა, უყურე ტაქტიკურად სწორად მიუდგა. მე ბოკალავაძის ჩხოი სტილი მომწონს, იმიტომ რომ აი აკრას რას თქვა ჰოლოვეიზე, აი მიდი მოდი ვარ. მე ეგეთი მებრძოლი მიყვარს რა. ბიჭო, იმიტომ რომ მე იმენა ის როგორა ვარ, აი დაჟი ბევრი მებრძოლია ვიცი იმენა. ის როგორაში რინგამდე გასვას. მე კიდე ვერ ვითმე. მე შემიშვი დაადე, მოკალი, რაღაცა დაადე და სულ ჩეხაობ ისა, ესე მან ბოიკას თემაში და ეხაც ვაპირებ სხვათა შორის არასად არ გამიშღრებია რა და თქვენთან ვაშღერებ ამას პირველად ეხლა თქვენ გადაცემაში პატივია რა. ой, სატიკტოკე მასალა. ეხლა შემდეგ ჯგუფში მე nicknames ვიცი crazy ვიყავი და ვარ კიდევაც ჩემი იმითი, მაგრამ ეხლა მე შევდივარ როგორც ნიკოროს ბოიკა ბოკელავაძე. ოპა! დღეს ამას იქით? ბოკელავაძე. მე შევდივარ ბოიკა! ბოიკა! ისაც ყველა ჩემ გულში მატკრები მთელი ტრიბუნა ხო ისო ბოკე და ბოკელავაძე ხო არ ბავშვობიდან ყოლებული პაკანერა მაგ ბოკე რა უბანში იქ რა ყველა მისვამს ბოკეთი რა უბანში ბოკე მალადოვითი რაღაცა ხა ისე თემებში რაღაცა და ისე ბოკეთი რა და ეხა ისე თემა რომ ბავშვობიდან იმენა მევასება მაგარა იმენა ბოიკა რა თავიდან მე მინდოდა რომ მე ბოიკას სახელით გავსულიყავი რა რინგზე მაგრამ რო შევატყე მეთქი რაღა ვიღაცას მიბაძო და რაღაცა მე რაც მე შემეფერება crazy მეთქი ჩემი გიჟური სტილი და ჩემი გიჟობით ეს გიჟობა მაგ მე ცხოვრების შეურად რა არც ბაძა პროსტა აი ბოიკა ისე მევასება მეთქი ეხა მეთქი დროა რა თან ეხა ახალი დაბრუნება მექნება ძალიან ისეთ დაბრუნება ფეხს მოიტეხავს ამის მე რო ბრუნდება უკვე გამაში ეხა ჩემი დაბრუნება ეხა რემაჩის იმედია მოვცემ იმიტომ დამსახურებული მაქვს მე რა 3 რაუნდი იმენა ტიპი ვათარი გაურახე რა მე ხო შენი ბრალია ისევ ჩემი იმითი წავაგე რა მე წავაგე ჩემ თამთან წავაგე მე ჩემ თამთან წავაგე სნავასთან მე არ წამიგია მე ტიპი იმენა გაურახე როგორ რა მაგრამ ეხა ჩემი დაბრუნება იქნება ისეთი გიშური ვერანაირ წარმოგიდგენთ ტრეშორკი იქნება შესწრა იქნება თუ ჩხუბი იქნება სამივე ეს თქვენ ნახავთ რა გიჟობა იქნება მაგრამ
უნდა შევიდე მე ბოიკათი რა. ჩემი ბავშვობის კუმენი მაინც მაკრეგორამდე და იმამდე იყო ბოიკა რა. მე მაგალითად აი ყველამ ნახა რომ მაგრამ ისეთი ცხოვრება კი არა, ისეთი მამა მყავს მე და ისეთი დედა მყავს, ისეთი ოჯახი მყავს. კახა მაგარი კაცია, მაგრამ ძალიან მომწონს. ისეთი მშობლები და ისეთი ოჯახი მყავს, არაფერი ბავშვობიდან არ მიჭირდა, მაგრამ 15 წელს ვიყავი მე რომ მუშაობა დავიწყე. მაღაზიები მქონდა უკვე ჩემებს ბევრი რაღაც, შემე მაღაზიაში მე მუშაობა, ისედაც მამა ჩემი ისედაც ფურს შანსი არ მოეცა ისეთი. ხო, შენ ხარ, უყურე დასოშიც მუშაობდი და მართლა არ ეჭვის ოჯახს რა, მაგრამ მუშაობდი რა. ისეთი თემაში ვიყავი, ხე ოჯახს ვაფშე არ უჭირდა, მაგრამ ჩემით ვიყავი ისეთი ფიჭი რა, რომ მე ბავშვობიდან ჩემი მინდოდა რა. 15 წელს ვიყავი უკვე სამუშაო წავიდი და სახში მაგარიო მქონდა რომ აი რატომ მუშაობს ხვაგან, თუ მუშაობა გინდა, გამოდი შეთანი მუშაობა, ისედაც ხო არ მიჭირდა. შანსი არ იყო, დირაობით მამა ჩემი გადავიდა შვიცარიაზე, 800-ზე მაღაზიაზე გაიხსნა. შანსი იყო ისე გასულიყო რომ თავზე ფული არ დავიტოვებინა 50 ლარი, 100 თუ 200 ლარი, რომ აი რაღაც ვინმეს ამეგინათ იმას გენით. მამა ჩემს ეგრე იყო 50 ლარი, 100 ლარი თუ მედოს სულ მიქონდა სლოტებს თამაშობდა ხოლმე. მე ეხლა პირიქით გვიტოვები და რა, იმენა დაშე ისე გვირეკავდა სამსხვრიდან შუადღეს რა როგორ ახლა და მე ხო არ გინდა შაგერიც ხო რაღაცა წადია მეგობრები ნახე რაღაც. მე 10-ზე. მამა შენაირი კაცი ყოფილა, მამა. დაშე რაღაცა წადი მეგობრები დაპატიჟე რაღაცა ესეთი კაცია მამა ჩემი რაღაცა, მაგრამ რო გაიგო სამუშაო დავიწყე რა. აი მამა ჩემს იმენა რომ გაგიჟდა რომ რატო ბიჭო არაფერი გაკრიოდა მეთქი რომ აუხსენო დავიჩინე აუხსენო მეთქი ბიჭო ბევრს მიაღწია ყველაფერს მიაღწია მაგრამ მე მინდა შემეთავეთ გამოცადო რომ არ ვიყო რაღაც გათამებული ბავშვი აი ეგ არის თავარი რჩევა არის ეგ ხო რომ თქვენს მიაწეკით ბიჭო ეხლა მე ვაფშე მამა ჩემი რა ვიცი მოვი რუსთავიდან ბათუმამდე მამა ჩემის ჩამოტანილი საქონელი და ჩანთების ბიზნესი აქვს კაცი წელიწადში 6 დაფრინავს ჩინეთში ამხელა გზაზე ოჯახის გამო 7 სახლი გვაქვს ისე როცა მამა ჩემს შემხელ უკვე არაფერი არ ქონდა ძმაო თავისი შრომით მიაღწია პატიოსნად იმუშავა ძალიან ძნელი დასაჯერებელი პატიოსნად ამხელა მიაღწია მაგრამ მამა ჩემი ის კაცია რომ ოჯახს არა პატიოსნად ვერ იქნებოდა რა ძმა ისე პატიოსანი შრომა არის რა იდეაში ძმა ყველა პატიოსნად იმდენი იმუშავა თავი იმენა გადავდო კაცი საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა მაგრამ ოჯახის გამო სპორტს თავი გაანება ხო მორაგბე იყო მამამისი შემხელა რო იყო უკვე შვენი ყავდა წარმოვიდგინე კაცს რა ეხლა ერთი მე ვარ ეხლა ჩემით ვახწევ ყველაფერს მაგრამ თან გულაობ რაღაც ისე ესა ეხლა რა მაგრამ მამა ჩემის წყარობით ვარ ეს იმენა მაგრა რა ეხლა იმენა თქვა უეჭვერი რა მაგიტყვა ეს მეც მაშინ თიმადესთან თუ ნახე რომ ყველაზე დიდი და მაგარი გამოჩვენ მამა ჩემს მიუძღვენი იმიტომ მამა ჩემს ყველა დიდი წვი ამაში იქვე იყო მამა კაცი ამხელა ბიზნესებშია ამხელა საქმეებშია ბიჭო და საზღვარგარეთ აბსოლუტი სტავარს უკვე იტალიაში იმაში და ტიმს ყველა საქმე გადადებული ქონდა და მაქანით მატარებს ვარჯიშებზე წარმოვიდგინე კაცი რა და ბოლომდე გადაყოლილია რომ დირაუთენია მიდის ბაზარში რაღაცა ახალი ხორცები მოაქვს რაღაცა ისა რომ ნიკა ვიტამინები მიიღე და ბიჭო მე კიდე თუდად ვიქცევი ხა რო ნახულოს მე კიდე ხამე გავძრები რომ დაიძინებს რაღაც აი გულსკენი პროსტა ბიჭო ისეთ ასაკში ვარ აი არ შემიძლია რა არ მიბაზოთ მეგობრებო მაგ საქციელში მაგაში არ მომბაძო დანარჩენში ყველაფერში მისაბაძი პიროვნება ვარ ოკეი ერთის დავატრიალოთ და მე ძიმე არტილერია შემოუშვა დავაი ოუ იასნია შავი კაი აი შავი მეც მე წითელი გამო რა თქმა უნდა მოიცო ჩემო დავატრიალო ბიჭო დავაი აი მეგობრებო ეხლა უყურეთ ამას შვავთ და მე ბოკეს აქვს ჩელენჯი მეგობრებო გააზერო აუ აი ჰამ შევუდგეთ მე ჭიქას გამომაზავ ბიჭო რა სიძახ რა ვიცი ეგ რამდენად კაი გადაწყვეტილება არის შენთვის არ ვიცი იმიტომ რომ შეუნდა ჭამო რაღაცა რაღაცა მე შევჭამ მე რატო ძმა იმას შევჭამ რაღაცა მე რა დავაშავე წარმატებები ყოველას თავის ჩანაფიქში კარიერაში აუ მამებს გაუმარჯოს მოდი რა მამებს გაუმარჯოს მე მამა ჩემი ძალიან მიყვარს და ყოველას მილიონები კი წაგი მაგრამ მაინც მიყვარს ამai მამებს გაუმარჯოს მამა ჩემის დამოდობით ყოველას დაგიროცოთ მამებს რა და მე ძალიან კაი მამა ყავს და სლოტებს ამაშავთ ის კაი კაცი კაი ეხლა მოვიდა რაც უნდა აკეთებდეს კაცმა გაგაკეთა და გაგზარდო всё გაზრდა მართლა დედა მიწაზე როგორც ღმერთი ყავს ისე მამა შენი არის მეორე ღმერთი დედა მიწაზე შენთვის გაგაკეთა გაგზარდო ეგრეა ძმა ხო არ და ასე ბიჭო ეხა აქ უნდა დალიოთ უკვე არ გამაჭედი აუ შეხედე ამა და მეხმარი კაი ყურეთ სანამ გადავალთ ჩელენჯზე ნიკა დავითაძე გვიწერს დილემას შენმა მეგობარმა მოკლა ბავშვი რის გამოც დაიჭრეს უდანაშაულო ადამიანი ოღონდ მარტო შენ იცი რომ შენმა მეგობარმა საუკეთესო მეგობარმა მოკლა ბავშვი და მიზეზით მოკლა შემთხვევით რა მანქანით გაიტანა და ოღონდ მარტო შენ მოგიყვა და დაინახე რა ნიუსებში დაინახე რომ ვიღაცა უდანაშაულო ადამიანი დაიჭრეს რა შვრები შენ ეუბნები პოლიციას რო სტანდაში არა ბიჭო რა პოლიციას რა უნდა აი მე არ მიცნობს მე
ნახე უდანაშაული ადამიანს მე არ გავაწინებ. ვეტყვი ხო. რომ იმენა მე არ დაურეკე. შენ ხო შანსი არა მაგაზე თვალი ჩაყრაპოს და ვაიმე გადავჭი სხვა დაიჭირეს. აი ძულებს შენ რომ აი ეგ ვაიძულებ კიდე დედას არ უტირებ ბიჭო. ანუ მე არ იძულებით არა, ნახე. ძმაო. არა, იძულებით ნახე რას ვეტყვი, ანუ წემ და დედას უტირებ მეთქი არა, მაგრამ ანუ პროსტა მთელი ცხოვრება მე შემეცვლება წარმოგინა ადამიანზე, რომელსაც შეუძლია რომ სხვა გაწიროს თავის ყლებობაზე, თორე ახლა ჩემთვის სხვა არის რა, ჩემთვის არ იქნება დიდი არაფერი, მაგრამ მე ვეტყვი და მინიმუმ მეცოდნება რომ ეს ადამიანი ესეთია რა. რომ სხვა ჩაყურეს, მეც ჩამაყუდებ შეჩიმა რამე რო. მაგარი რთული თემაა ხა, მაგრამ ჩემი არსენის ზმაკაცი ზმაო ეგეთ ამას. არა, თეორია, კაც ჩემი ხო, თეორია იასნია თორე ეგეთ რაღაც ჩემთან არ მოხდება. მე გინდა გითხრათ, მოდი მე არა პოპულარულად გეტყვით. მე ალბათ გავჩუმდები. არა, პოპულარული აზრი. ბიჭო, ყურე გეტყვით. ზაბერი გაჩვენე. არასწორია და შენ თუ სიმართლის მოყრული. ვარ, მაგრამ მაინც გავჩუმდები. უდანაშაული ადამიანი არ უნდა გაწეროს. ბიჭო, ხო მესმის. არა და ისე პოპულარული თუ აზრი. შემთხვევით ამკრება ბიჭო არც დაგიჭერა. არა, შემთხვევითი იყო. პოლიციას მაგრამ დამარცხებული შეეშინდა შენ ძმაკაც და არა ბიჭო, როცა შემთხვევით ტვინი გაანძალია ბიჭო. უნდა უდანაშაული ადამიანი არ უნდა გაწეროს. ხო, არა, მესმის. ეგეთი რაღაც. ხო, რა ჩემი ძმაკაცი რო არ მივიდეს იქ რა. ალბათ აღარ ვიძმაკაცებ, მაგრამ მეც ვერ ასე ვთქვათ, ვერ გამოუტყდები იმაში. პოლიციას ვერ. მე რა შენ რა გონე მე გამოვტყდები, გამოვტყდომელების ბოზდეთ და გამწირავს რაც შეეხება ჩემო ბენი. ხო, შენ გამწირავი ბიჭი ხარ ვიღაც ადამიანის, რომელიც ჩვენი ძმა და მეგობარი არის და ახლა დააგემოვნებს 2 მილიონს კოვილიან. წარე ჩიპს. და რა ჩელენჯია ვთქვათ, ხელთქმანე მოგვეწოდეთ. აგერ არის. ჩელენჯი გვაქვს ასეთი, მოკლედ მეგობრებო. ბოკელავაძემ გადასმის დასაწყისში თქვა, რომ მე ძმაო, ის გირკვალი არა მაქვს. შესაბამისად 2.2 მილიონის კოვლელი არის ეს, უნდა გასინჯოს 4 წუთი თუ გაუძლებს ჩვენ შორის ჯეირანში წაგებულს და არტყავს მუცელში. მეც რა ვიცი, ჯეირანი არა წეროვები ახლა. აი ამას დაარტყავს. თელი ძალით, ხო? არა ძმა, რა თელი ძალით მოუკვდებით. აი, მოიცა, გასინ. ყუბოს ფორმა აქვს ხათა შორის. ერთი ისა რა ქვია, ერთი მოიცა ძმა ნუშკა. მან ხელთათმანები და რაღაცეებია თვალში არ ამოისვა. ხელთათმანები გამოიყენე არა ხელთათმანები? არა. აი პიზდეც. ხელი არ ამოისვა, თვალში ფრთხილად იყავი. ხელი არ ამოისვა თვალში, რაც არ უნდა მოხდეს. დრო დანიშნე. აი, დავნიშნოთ. დავნიშნოთ. შენ მაგაზე არის დარდო კაც. აუ, სული გამოუშვა. მოიცა რძე აა, სადა. რძე არის აქ მეგობრებო. რძე სტუდიაში. მაგრამ ჟანტინოს რძე. ასა. მედი შენ როგორც იმასო ჩავრთავ წამზომს. всё, წამზომი ჩაირთო. ой დედა. მანამდე მე შენს ადგილს დავლეო. ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა. ასე პირადად არ გიცნობდი. აუ, რა ხმა გამოუშვა. ასე პირადად არ გიცნობდი და ძალიან რაო ძმა. ბენი, ჩემი დედა. რძე ამოიტანე აგ დადე. ბენი მოხიე, გეო. რძე ამოიტანე და აგერ დადე შეჩემა. აი ხა ვიღაცას დაეძრა. ბენი მოხიე, რძე მოიტანე შეჩემა. რძე ხوار გინდა. რძე ხوار გაგიწოდება. უფუდა უფრო იწვის. 45 წამი არის უკვე. რა ბოკელავაძე არტინისო? ეხა მოიცა რამბეს თუ დააპირებ. აგერ არის ხელთათმანები. ვაიმე. რძე დაუდე ცრემლი მაინც. მართლა არ რძე მოდის, გაუხსენი და დაუდე. ცრემლი მართლა არ მოდის, ბიჭო, დაამოყამე. თუ მოდის. ჰა რაც არ უნდა მოხდეს თვალში არ იმასქნა. ხო, თვალში რა მოსვლა თვალდი ყავ. საფთ გიგინა? ეხა შემიში პაკრიშკებში ვიმისთან ფორსი შვილი ვიყო. ხო, იჯი. შენ თუ ესე იხოდები, აუ, შენ მოგამარაგებ თქო. აუ, ბაზარი არა, კიდა. ეს გამოვიწევთ, ბიჭო, პაკრაშკებში შესვლამდე. აუ, გამას მძული. ეს არის 2 მილიონიანი. 8 მილიონიანი რო ჭამოს, ბიჭო. 2 წუთი გავიდა. 2 წუთი თითქმის გავიდა. ზედალია, ეხოწები. 2 წუთი თითქმის გავიდა. ოღონდ მე გეტყვი რომ აქედან უფრო უარესდება. ჰაერი ხო, პიზდეცი არის. ცხვირითის უმთქე. 2 წუთი ოფიციალურად გავიდა. ბიჭო, იბაზ, სხვა თემაზე ვიბაზროთ, დავარ. სხვა თემაზე ვიბაზროთ. ბიჭო, მუზლებს მე მგონი, ეხა მე და ბენის გვეშინია, იმიტომ რომ არ ვიცი რომ ეს აგვარტყავს. შენ გეშინოდე. ვაიმე, რატო ჩემი? ახუხულა! სინაზე ტრაქში კოკა-კოლა შემოსეს ხა მე უნდა დამატყა მიცელს და ოპერაციები მიცელი მაგ ხალხო. და ჩემმა ტრემა მასწორა ღვიძრის სანუ დაგეტყო არა გაიქიშა. რა ღვიძი მუსეში უნდა დამატყა. მუცერთანა ღვიძრი აგერ. არა ძმა. შეგრე პირდაპირ ესე აგარტყავ. აი ამ რა გონია თუ გადამირჩებიან ეხა და აი მათ არა, ნახე, მე მგონია რომ
მე მგონია რომ შენ გაუძლებდი. მე მაგას ვამბობდი ისე რაც სანამ მოვდიოდი მე მაგას ვამბობდი. ოკეი. რომ ამას ეს იქნება ძალიან მარტივი. ზე დარემნე ბოჩოლას ბიჭო. 3 წუთი ზე მხოლოდ ოფიციალურად ძუძუდა. დაიკეცა. ოფიციალურად 3 წუთი დაიკეცა ახოსო. ეგონ ჯერჯერ რო წახვედი შეჩება არ უნდა ამასულიყავი. ვა. ხერეთმანი მომი მაჯვიტო. აი მე. ჯერ არა. გავიკეთო გავიდა. მომიცი ჩემი. არ გასულა, მაგრამ მოგცე მაინც. ჯერ არა, ჯერ გასულ იქნება კვდები. ჯერ 4 3 წუთი ნახევარი გავიდა, წუთი ნახევარი დარჩა. 5 წუთი კი არა 4-ზე არ შევთავ. 5-ზე სახეში მეთქი. 4 წუთი ვიყავს, 4 წუთი. 5 და სახეში? არა, გასო. 4 და არა. ჯეირანი გავაკეთოთ მე და ბენი და წაგებულ საარტყი. ჯერ წეროები ითამაშე. რამდენი გავიდა? ეხო ზე 10 9 8 7 6 აუ, მარჯვენა არა, ძმა 3 მოიცა. 2 1 მოიცა. მარცხენა გამართო ბიჭო, მოვკვდები. ადეკ მარცხენა. ადეკ ცაცია. მომეც მარცხენა ბაზარი მარცხენა ღვიძლში მოდის და არა, რა ღვიძლში ბიჭო, ცოდო ვარ. კაი, არა მართლა ღვიძლში არ გინდა. ზე დალიერ. მოგეშვება. მოიცა 5 წუთი იყოს რომ მე არ გაატრაკოთ რომ 5 არა, წუთი არ არა, გასულა. არა, 4 წუთი იყო შეთახა. გაუშვი. დავასტოპ ეს, უფრო მეტი არის. ჩათვალე. მოდი იქით გავაკეთოთ, მოდი შევატყავთ განათება. მოიცა ზე უნდა დავლიო 5 წუთი რო გავაშე. შეხედე 5 წუთი გავიდეს ჩემი. ვაიმე. ბიჭო, დარტყმას გამომაზავდი ხა? არაფერს არ მეხის ფრიქსი იმდეს, რომ ხა ამი დარტყმას გავუძლო. რატომ გავუძლო? ხო წავიდა სამსხურიდან. არ სამსხურიდან წავიდა, ამის სახედან ხო ვერ წავალ. დამენდა ხო? აჰა, მარცხენა. ბიჭო რამ წალი ყოფი რატო? ბიჭო, პრესები მაინც გამეკეთებინა. არ და შაურმასაც უწეყო ჭამდა. აი, ეგ იმენა არ აი, შეედარება. პროტა ხო შეატყობდი ტკბილი როგორ მიყვარს. იცი როგორ მიყვარს. იმედ ტკბილი ბიჭი ვარ მე თვითონ რა იმენა და კი, შეგატყვე. დამენდა. ჩათვალე 5 წუთი უკვე დაკეთე, იმიტომ რომ დაპაუზებული მქონა. ბოლომდე ბიჭო მე ხუთია, ხა, დალი. დალი შოთა. ზე არ მინდა შენ დალი. რა შე, ბიჭო, უფრო ვაიმე, ბიჭო. აუ, პიზდეც. ხოწები გამწარებული იქნება, ხო ძეგარი, გიმუდარები. ოპერაციები ვარ და ძალიან ძლიერ და. მაშინ იმას დავარტყა, მოდი. კამერა მიეცი. გაბო კამერა, გაბო. გაწი. კაი, არ დამარტყა, ბიჭო. გაწი. წასასვლელი გადაღებაზე ვარ, წასას. მარიადგები. 1 წუთიანი თიში აქვს, მეტი არ. მინდა თიში არ მინდა. შენ ხო იყავი ამორჩეული. გაჩუმდი. ვახოს ვარტყა, არ აუ, მაინტერესებს. ხო არა. ვახოს ვარტყა. არ შენაბუზარო. ვახოს, სტუდიაში. შენაბუზარო. ვახოს სტუდიაში. ეხა ვანახებ. მე მაგას ვერ გაუძლებდი. 20%-ით. მართლა. 40. არა, ხო, მართლა დამერხევა. კაი. 20. ნა ოპერაცია ვარ ნახშირო. 3. მე რა გატყვა. ვაიმე ჩემი. აი, პროჭობას ესე მოსდის. მე შევდგე. რა ჩიპსი მოქონდა, ბიჭო? ეს ხო ჩემთან, 20%-ი. 20 არა 40. რატო დამარტყი 40-ით მე? მოკვდა. ჩვენ კიდე მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, მთავარი არის, ვახო ცოცხალია, სუნთქავს. მადლობა ბოკე. მადლობა ბოკე ჯიგარი. მადლობა ბოკე, თბილი დახვედრისთვის. და რა უნდა ქნან ვახო, დაგვაფოლოვებთ ყველა Instagram-ზე, გამოიწერონ არხი, გამოიწერონ ბოკე TikTok-ზე, Instagram სადაც გინდათ და კარგად იყავით.